ესე იგი ტრუსიკები თურქეთიდან რო არ შემოიწ ტრუსიკო დარჩება ქართველობა იმიტომ რომ იმასაც 100 ვერ 100 ვერ არაფერი აი სანთელი ასანთი ესე იგი ეს ბოდიში ელემენტარული რაღაცეები კაცო აი თეთრეული რაღაცა ყველაფერი თურქეთიდან შემოდის ზოგი რუსეთიდან შემოდის ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ ჩვენ მარტო გაგვაქვს იქ ქართული აი ხა მე გინდა ისე დაუბრუნდი ამას ეს ლიტველები ამ პრიბალტიკელებმა და ამ ბალტიისპირელებმა ხო შევჭამეს ერთი რა თვითონ მიხედეთ თქვენ ქვეყანას რა ჩამოვიდნენ ესენი ვიღაცები ეს პარლამენტარები ეს მაღალჩინოსნები ეხა დააწრწიან ამ რუსთაველზე და დააწრწის კიდე რაღაცა აი გუში ვლაპარაკობდი დიდი ხანი ჩვენ ამ შოუ ბიზნესზე და კულტურის მოღვაწეებზე ისე იგი თურმე ამათმა უნდა გადაგვიწყვიტონ ჩვენ საითკე უნდა წავიდეთ ერთი მოგასმენთ ეხა გინდა ნადვისხია თომ გინდა ჩააქრონ აი მუხტს რაც სრულიად საქართველოსია და რასაც ყველა ვერთიანდებით რის გარშემოც ვეღარ ჩააქრობენ წარმოუდგენელია იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა და საქართველო ასევე როგორც სახელმწიფო რომლის სახელმწიფოებროასაც დღეს ესეთი საძირკველი შეერყა ასე ვთქვათ იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩამოშლილია ყველაფერი რაც სახელმწიფოდ აქცევს ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე მთავარი ხელისუფლების წყარო დგავართ აქ და დგას სრულიად საქართველოს ისე ეს კაცი იძახის ჩამოშლილიო მე მაინტერესებს ეხა მე კარგად მახსოვს ეს კაცი რომ ღეროდა სააკაშვილის დროსაც სააკაშვილის დროს რატო არ იღებდი ხმას შვილო რომ ქვეყანას რო ანგრევდნენ ხალხს რო ხოცავდნენ ტერიტორიები რო დაიკარგა აი მაშინ რატო არ გამოდიოდი მაინტერესებს რო იძახი რაღაცა გამოდიხარ რასაც გინდა იძახი მიშას დროს ხმას რო ამოგიღო საერთოდ სიმღერას კი არა საერთოდ დაგავიწყებდა ყველაფერს არსებობას აი ახლა ამან უნდა გადამიწყვიტოს მე ქვეყანაში რა უნდა იყოს რა არა რა მოდი რა იმღერე თუ მღერი ხარ რა ვერ გავიგე რა იცი ამ პოლიტიკა შენ ამ ქვეყანა რა იცი რა რატო აზიზღებ ეხა ჩემთვის შეიძლება მე მაგალითად გისმენდი და პატივისცემდი ეხა რატო უნდა შემაზიზღო შენ თავი ვერ გავიგე რა იმიტომ რომ საქართველოს ტრებს ვინც გვერდში დაუდგება როგორ შეიძლება მიყვარდეს მე საქართველოს მტერი მეზიზღება მე შეიძლება ჩემი პირადი მტერი მე ყოველთვის სანთეს რო ვართებ ვამბობ რომ ღმერთო მტერი მოყვარეთ მიქციე მეთქი მე ჩემ მტერს პირად მტერს ვაპატიებ რა თქმა უნდა მაგრამ საქართველოს მტერს მე ვერ ვაპატიებ და საქართველოს მტრების გვერდზე რა რო იდგებით თქვენ გონია ხალხს ეყვარებით გეკითხებით მაინტერესებს ერთი სააკაშვილის დროს ხალხს რო ხოცავდნენ მაშინ ხმას რო რატო არ იღებდი თქვენ ინტელიგენცია ნანი ბრეგვაძე რატო არ იღებდი ხმას რატო არ იღებდა მურმანჯინორია ხმას რატო არ იღებდა ის ბატონები რატო არ იღებდნენ ხმას და კიდე ეს ხო ვერ მოვიცილეთ ვინ არის ვერ გავიგე მართლა ისა ის რაღაცას რო აგეკიდება რაღაცა დავადება იმასავით არის ეს კაცი თან ამის გარდა რო ვერ მონახეს მსახიობი კიდე რა უბედურება ეს ვინ არის იქიდან რომ ქართველი ხალხი უბრალოდ არ ტყდება ეხა ამდენი საუკუნე 2 და 3 საუკუნეს ხო არ ითვლის საქართველო რა 3600 წელზე მეტი რაც ისტორიაში მოხსენიებულია საქართველო იმის მერე სულ აი ყველას ცდილობდა უამრავი ჯარით საქართველოს დამორჩილებას მაგრამ არ გამოვიდა რა მე-5 საუკუნის აგეოგრაფიულ ძეგლს რო ვკითხულობთ გვესმის ენაც კი ვერ წაგვართვეს და სარწმუნოებას იყო ზედმეტია და ეხა აი ამათ რატომ მოუვიდა თავში აი ეგ იდიოტობა რომ რაღაცნაირად დაიმორჩილებენ ქართველებს აი სარწმუნოებაზე საერთოდ როგორ ლაპარაკობენ ერთი მაინტერესებს ყველა პარტია ვინც იქ დგას ყველა ხელი მოაწერა აქც რომლის თანახმადაც ითხოვენ LGBT პროპაგანდას საქართველოში აი რა ნამუსი გააქვს საერთოდ აი გეკითხები კი ბატონო და აი